სამაგისტრო გამოცდაზე შედის ხალხო მსჯელობები, ხო, რომელია ლოგიკურად მართებულიო რა, ეგეთი რაღაც უნდა დაადგინო და ძირითადად ჩამოწერილია ხოლმე, აქამდე 3 იყო ხოლმე, ახლა 4 წინადადება შეუტანიათ და კითხვაც ეგ არის, ხო, რაც გითხარი, მოცემული 4 მსჯელობიდან, ხო, რომელია მართებული, იგულისხმება ლოგიკურად მართებული, იმიტომ რომ ეს ლოგიკის გამოცდაა. რას ნიშნავს ლოგიკურად გამართული წინადადება? ანუ სისულელე არ უნდა გამოვიდეს რა, იდიოტობა, ხო ხვდები? აი, უმარტივესად რო გითხრა, ეგ არის მაგის განმარტება, იმიტომ რომ გონივრული ნათქვამი უნდა იყოს და არა ნონსენსი, ხო? აი, უფრო ზუსტად ეხა მიხვდები, რაზე მაქვს საუბარი. პირველი, ყოველი ფრინველი, რომელიც სეზონური მიგრაციისას აფრიკაში მიფრინავს, შემოდგომის ბოლომდე ტოვებს კავკასიის რეგიონს. ჩიპით მონიშნული ყარყატი ნომრით Y007, ანუ ჯეიმს ბონდის ყარყატი იყო, ხო, დეკემბერში კავკასიის ერთ-ერთ ტბასთან დაფიქსირდა. შესაბამისად, ყარყატი Y-007 სეზონური მიგრაციისას აფრიკაში არ მიფრინავს. ხო, აი, აქ ნახეთ რა თემა, ნებისმიერი ფრინველი, ესე იგი, რომელიც სეზონური მიგრაციის დროს წავა აფრიკაში, რას აკეთებს, ეგ არის მთავარი, შემოდგომის ბოლომდეო, შემოდგომის ბოლოთვე რა არის, ნოემბერია, ხო? აი, მაქამდეო, ხო? 30 თუ არ ნოემბერი. 30 ნოემბრამდე რა ტოვებს კავკასიის რეგიონს. ხო და ნახე ჩიპით მონიშნეს ყარყატი ჯეიმს ბონდი Y007 და სად დააფიქსირესო კავკასიის ერთ-ერთ ტბასთანო. მან დრო დააფიქსირეს, ეგ კი არ არის პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ დეკემბერში დააფიქსირესო. ხო და რას ნიშნავს? ყველა ფრინველი, რომელიც აფრიკაში მიფრინავს, შემოდგომის ბოლომდე ტოვებს კავკასიის რეგიონს და დეკემბერი, როგორც მახსოვს, ზამთარია რა. ხო და ამიტომ დასკვნა ნახეთ, შესაბამისად ყარყატი Y007 სეზონური მიგრაციისას აფრიკაში არ მიფრინავს. აბსოლუტურად გამართული მსჯელობაა. იმიტომ რომ ყარყატი ნომრით Y007 სეზონური მიგრაციის დროს აფრიკაში რომ მიფრინავდეს, შემოდგომის ბოლომდე დატოვებდა კავკასიის რეგიონს, მაგრამ ამ ჩიპით მონიშნულმა ჯეიმს ბონდის ყარყატმა დეკემბერში დატოვა კვალი შენიშნესო კავკასიის რეგიონშიო. ხო და ნახე, კავკასიის რეგიონს ტოვებს შემოდგომის ბოლომდე და თუ კავკასიის ერთ-ერთ ტბასთან დააფიქსირეს, კავკასიის ერთ-ერთი ტბა ხო კავკასიის რეგიონს მიეკუთვნება. ხო და ესე იგი წინააღმდეგობაშია რა, ყარყატი Y007 მართლა სეზონური მიგრაციისას აფრიკაში არ მიფრინავს. ესე იგი ეს ყარყატი სხვაგან მიფრინავს, მაგრამ აფრიკაში არა. ხო ეგრე. აი, მეორე, აბა. თუ მოსწავლე ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველ ადგილს დაიკავებს, მას უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტი ექნება. ნიკომ ფიზიკის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი ვერ დაიკავა. შესაბამისად, უნივერსიტეტში ნიკოს სახელმწიფო გრანტი არ ექნება. ეს არასწორი მსჯელობაა. რატო? იმიტომ რომ ნახე, თუ მოსწავლე ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველ ადგილს დაიკავებსო, როგორ ოლიმპიადაზეო? საერთაშორისო რა არის? ყველა ქვეყანა რო არის, ხო, წარმოდგენილი ამ ქვეყნების მაქსიმალური ოდენობა. ეხლა შეიძლება ზიმბაბვე არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მაინც საერთაშორისო ერქავს, ხო, თუ ესე იგი ცივილური ქვეყნების უმრავლესობა იქ არის საერთაშორისო საქმე. უკეთეს შემთხვევაში ეს ყველა ქვეყანაა რა. მაგრამ, სინამდვილეში ეგრე ვერ ხდება ხოლმე. მაგრამ ეგრეა თუ არა, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რატო? იმიტომ რომ თუო მოსწავლეო პირველ ადგილს დაიკავებს ამ ფიზიკის რაზე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტი ექნება და ნიკომ ფიზიკის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზეო პირველი ადგილი ვერ დაიკავაო. აი, ნიკო რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ასპარეზობს და არა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. მასე კონგოს რესპუბლიკური
დემოკრატიული რესპუბლიკაც არსებობს. შეიძლება კონგოს ოლიმპიადაზე გავიდა. კონგოს ოლიმპიადაზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზე არა, ხო? და ნიკომ ფიზიკის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი რო ვერ დაიკავა. იმას გამორიცხავს, რომ ნიკო ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზეც ყოფილიყო და პირველი ადგილი აიღო. ხო შეიძლებოდა უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტი ქონოდა, როგორ არა, იქნებოდა აუცილებლად პირველი წინადების თანახმად. ამიტომ დასკვნა შესაბამისად უნივერსიტეტში ნიკოს სახელმწიფო გრანტი არ ექნება შეცდომაა. რატო არის შეცდომა? იმიტომ რომ შეიძლება ნიკო მართლა არ იყო საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მაგრამ ხო არის შანსი, რომ ყოფილიყო და თუ იქნებოდა სახელმწიფო გრანტსაც, თუ პირველ ადგილსაც დაიკავებდა, სახელმწიფო გრანტსაც მოიპოვებდა. ანუ აქ კიდე ერთი დაშვებაა, რაზეც უნდა წავიდეთ. ეხლა ნიკო ვინ არის? მასე ნიკო, ბევრი ნიკო არსებობს. თუ მოსწავლეო ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე აირებსო პირველ ადგილს, ანუ ეგეც კი უნდა დაუშვა, რომ შეიძლება ნიკო ფიზიკის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე რო გავიდა და პირველი ადგილი ვერ დაიკავა, შეიძლება სულ არ იყოს მოსწავლე. ოლიმპიადა, ბევრნაირი ოლიმპიადა არსებობს. არ ზოგან არც გევალება მოსწავლე იყო. მაგრამ აი ვთქვათ და მოსწავლეა, ხო? და ფიზიკის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ვერ დაიკავა ადგილი, გამორიცხავს, რომ ნიკო მართლა იყოს მოსწავლე და ფიზიკის საერთაშორისოზე იყოს გასული. ცოტა მოგვიანებით ან ადრე და იქ დაეკავებინა პირველი ადგილი. მაგ შემთხვევაში გრანტი უეჭველი შეხვდებოდა. ამიტომ შესაბამისად, ესე იგი ყოველთვის უნივერსიტეტში ნიკოს სახელმწიფო გრანტი არასოდეს ექნება, ვერანაირად ვერ ექნება. არა, ეს არის ალბათობა უბრალოდ. და სადაც ალბათობა არის, დასკვნა რომ უეჭველი არ ექნება, მასე გილიოტინაში თავს ვერ შეყოფ, ვერ დადებ თავს რა. არასწორია. შეიძლება აიღო პირველი ადგილი საერთაშორისოზე. რესპუბლიკურში ჩაჭრა არ ნიშნავს, რომ საერთაშორისოზე ვერ გაიბრწყინებ რა. საერთაშორისო სიმპოზიუმის ზოგიერთი მონაწილე ესპანელია. ამასთან ზოგიერთი მონაწილე არის ნეიროქირურგი. შესაბამისად სიმპოზიუმის ზოგიერთი მონაწილე ესპანელი ნეიროქირურგია. ხო, ესეც სისულელეა, ხო, იმიტომ რომ რაღაც საერთაშორისო გამოფენა, სიმპოზიუმი გაიმართა და ზოგიერთი მონაწილე ესპანელია. კაი. ყველა არა ზოგიერთი. და ზოგიერთი მონაწილეც, პროფესიით ნეიროქირურგია. და ეხლა ასკვნის ავტორი, რომ შესაბამისად სიმპოზიუმის ზოგიერთი მონაწილე ავტომატურად ესპანელი ნეიროქირურგი გამოვაო. ეგეც ალბათობაა. შეიძლება იყოს, შეიძლება არა. ანუ წრიული დიაგრამით თუ წარმოვადგენთ, ნახეთ საერთაშორისო სიმპოზიუმი იქნება ერთი დიდი წრე და რაღაც ზოგიერთი მონაწილე ესპანელიაო, ხო? აი სიტყვაზე თქვათ შიგნითაც შეიძლება ჩაწერა რა, ანუ თუ წარმოვიდგენთ, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ, ყველა ესპანელი რო გასულიყო საერთაშორისო სიმპოზიუმზე, შიგნით ჩაწერად შეიძლება, ანუ ეს ესპანელი იქნება, ეს გერმანელი, ეს იტალიელი და ასე შემდეგ, მაგ თვალსაზრისით. მაგრამ ასეც შეიძლება დაიხატოს, ნახე, ზოგადად ესპანელი ხალხი, ესპანელები, ხო? და ნახე ესპანელებიდან ზოგიერთი ადამიანი საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარსდგა. ეხლა ზოგიერთი მონაწილე კიდე ნეიროქირურგი არისო. ანუ ნეიროქირურგების ახალი წრე, ხო? მაქედანაც ნახე ზოგიერთი ნეიროქირურგი საერთაშორისო სიმპოზიუმში შევიყვანე. ხო და რა ვქენი, ხა ნეიროქირურგები და ესპანელები საერთოდ არ ეხებიან ერთმანეთს. ანუ სავალდებულო არაა ეგრე მოხდეს, როგორ არა შეიძლება მოხდეს, ანუ ნეიროქირურგებმა გადაკვეთონ ესპანელებიც და ეს ნაწილი, ხო, იქნება ნეიროქირურგები და ესპანელები, ანუ ესპანელი ნეიროქირურგები. მაგრამ ხომ შეიძლება ასე არც იყოს, ხო? აი ესე იყოს. და ნახე ესპანელები ცალკე არიან საერთაშორისო სიმპოზიუმზე, ნეიროქირურგებიდან არავინ არ არის ესპანელი. დიახ, ამიტომ მესამე მსჯელობა არ არის სწორი, ხო? და ესეც კიდე ერთხელ უნდა გითხრა, ის არის, რასაც მუდამ ვასწავლიდი ჩემს მოსწავლეებს. ზოგიერთი მონაწილე თუ ესპანელია და ზოგიერთი ვიღაც სხვა არის, ნეიროქირურგია, პროფესია არის თუ
წარმომავლობა არის თუ ასაკია თუ რა არის, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეგ ორი შეიძლება რომ ერთმანეთს არ კვეთდეს. შეიძლება კვეთდეს, ამიტომ დასკვნის სახით რომ შესაბამისად ზოგიერთიც ესპანეთის ნეიროქირურგი ხან გამოვა, ხან არა, შე როგორც გინდა. და შე როგორც გინდა ნიშნავს მართებული არ არის ყოველთვის მსჯელობა, ხო? და ბოლო, არც ერთი ანტიბიოტიკი არ არის ანტივირუსული პრეპარატი. აფთიაქის თაროზე მოთავსებული ყოველი აბი ანტიბიოტიკია. შესაბამისად, აფთიაქის თაროზე მოთავსებული არც ერთი აბი არ არის ანტივირუსული პრეპარატი. ნუ, ეგრე გამოდის რა. ანუ თუ არც ერთი ანტიბიოტიკი არ არის ანტივირუსული მედიკამენტი და აფთიაქში შეხვედი და ყველა აბი რაც კი არის თაროზე ანტიბიოტიკია, ხო, ესე იგი, აფთიაქის თაროზე მოთავსებული არც ერთი აბი არ იქნება ანტივირუსული პრეპარატი, ხო ეგრეა. იმიტომ რომ თაროებზე კი არ არის აქ ლაპარაკი. საუბარი არის იმაზე, რომ აფთიაქის თაროზე მოთავსებული ყველა აბი ანტიბიოტიკია, ანუ რაც კი აბი არსებობსო, ანტიბიოტიკი იქნებაო და არც გვაქვს ინფორმაცია, რომ მეორე თარო იქნება ან რაღაც, ხოლობიჩი წერია, ხო? ანუ შედიხარ აფთიაქში, იცი რომ არც ერთი ანტიბიოტიკი ანტივირუსული პრეპარატი არ არის. ანუ ორი დამოუკიდებელი წრე დავხატოთ, ნახე, ესეთი რაღაც იქნება. ესენი არის ანტიბიოტიკები და ესენი არის ანტივირუსული პრეპარატები. ნუ ორი მართლა სხვადასხვა რაღაც არის, ხო? სამედიცინო თვალსაზრისითაც. ხო და ეხლა შედიხარ აფთიაქში და ეგეთი რაღაც ხდება, რომ თაროზე ხედავ მედიკამენტებს, აბებს, წამლებს და ყველაფერი ანტიბიოტიკია. ხო? ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ არ იყოს ეს დასკვნა სწორი, იმიტომ რომ წერია, რომ შესაბამისად აფთიაქის თაროზე მოთავსებული არც ერთი აბი არ არის ანტივირუსული პრეპარატი. დიახ, თუ შენ მხოლოდ ანტიბიოტიკებს ხედავ და არც ერთი ანტიბიოტიკი ანტივირუსული პრეპარატი არ არის, ხო, ესე იგი ირიბად რო ვთქვათ, ის მედიკამენტები, რაც თაროზეა, იგულისხმება ანტიბიოტიკები, დიახ, ანტივირუსული პრეპარატები არ არის, იმიტომ რომ ყველა აბი ანტიბიოტიკია. ნუ თუ გნებავთ, ესე შეიძლება ჩაიხატოს აფთიაქის თარო. ნახე, აფთიაქის თარო, ანუ რას ნიშნავს, როგორ ცოტა რო გავივარჯიშოთ წრიულ დიაგრამაში. ყველა ანტიბიოტიკი, ხო, ყოველი აბი, რაც არის ანტიბიოტიკი, აფთიაქის თაროზეა, თუმცა აფთიაქის თაროზე შეიძლება სხვა რაღაცაც იდოს, ხო, ანტიბიოტიკის გარდა რა, ვიტამინი მაგალითად. და ესე წარმოდგება რა, ეს დიაგრამა და იტყოდი, რომ ნახე ანტიბიოტიკების და ანტივირუსული პრეპარატების წრე გავმიჯნე ერთმანეთისგან, რადგან არც ერთი ანტიბიოტიკი არ არის ანტივირუსული პრეპარატი. აფთიაქის თაროზე მოთავსებული ყველა აბი ანტიბიოტიკია, დიახ, თუმცა შეიძლება აფთიაქის თაროზე ვიტამინიც იდოს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ყველა ანტიბიოტიკი აფთიაქის თაროს მიეკუთვნება აბი და ესე იგი აფთიაქის თაროზე მოთავსებული არც ერთი აბი არ არის ანტივირუსული პრეპარატი, ხო? და მანდ შეიძლება გავაერთიანოთ ეს დიაგრამა, რომ უფრო ზუსტი პასუხი მივიღოთ, იმიტომ რომ თუ ჩათვლი, რომ ვიტამინიც აბია და არა სითხე, მაგ დროს მოგიწევს აი ამ დიაგრამის ჩაკეტვა. იმიტომ რომ როცა მე ვამბობდი, რომ აქ წერტილი ავიღოთ და შეიძლება აფთიაქის თაროზე ვიტამინი იყოს, ეგ სწორია. უბრალოდ აბებზე თუ არის ლაპარაკი, ხო? მაშინ ინტეგრირებული დიაგრამის შემოტანა გიწევს. და ესე ჩაიწერება ანტიბიოტიკები აბებში და აფთიაქის თარო აბებში. ხო, და ეს მნიშვნელოვანია რა, ზოგადი ლოგიკის პერცეფციის გასაზრდელად და სიღრმეებში წასასვლელად და სასწავლად ამ დისციპლინისო, ნახე, წეღან შეიძლებოდა რაღაც ვიტამინი არსებულიყო, ხო? მაგრამ სითხის სახით, მაგრამ თუ აბებზე გადახვალ, ხო, მაშინ ანტივირუსულ პრეპარატს აქეთ ვერ შეაცურებ რა. ვერ შემოაცურებ ამ მარჯვენა დიაგრამას მარცხნივ, იმიტომ როგორც კი ანტივირუსული პრეპარატი
აი ეს გადაკვეთს აფთიაქის თაროს ავტომატურად ნახე რა ხდება ანტიბიოტიკები აბებში იკვეთება, რაც შეუძლებელია. ანუ სწორია მეოთხეც, ხო? ანუ მე კი ეხლა გრძლად გიხსნი, მაგრამ ძალიან მარტივია რაღაც არის, ხო? ანუ ფრინველი აფრიკაში თუ მიდის, შემოდგომის ბოლომდე დატოვებს კავკასიას, ხო და იპოვეს დეკემბერში, ესე იგი არ მიფრინავს აფრიკაში. ხო და თუ ანტიბიოტიკი ანტივირუსული არ არის და აფთიაქში თაროზე ყველაფერი ანტიბიოტიკია, ესე იგი თაროზე მოთავსებული არც ერთი აბი მართლა არ ყოფილა ანტივირუსული პრეპარატი, ხო ეგრეა. ხო და რაც შეეხება მეორე მესამეს, თუ ვიღაცა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე იჭრება, არნიშნავს, რომ საერთაშორისოზე ვერ გაიბრწყინებს. და მესამეზე კიდე ზოგიერთი ვიღაც რო რაღაცნაირად ხასიათდება და რაღაც ეროვნების არის, არ არის გამორიცხული, რომ სხვა სიმრავლე, რომელიც შემოდის, საერთოდ არ იკვეთებოდეს პირველთან, ანუ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ქონდეს. ანუ პირველი და მეოთხე იქნება 100%-იანი სწორი, ხო?